ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. არავის არ აქვს, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები. ამ შესანიშნავ ბუნებაში ვიზრდებოდი და მინდოდა სულ პატარა სოფელში, საქართველოში ყოფილიყავი მოძღვარი. ალოცვილი იყავი და თქვენი ლოცვა კურთხევა მოეფინოს სრულიად საქართველოს. ამინ. საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ. ილია მეორე სოფლის გადარჩენას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს კარგად ესმოდა, რა მნიშვნელობა აქვს ქართულ სოფელს, ტრადიციებს და ოჯახს. სხვადასხვა ეკლესიური და კვლევითი წყაროების მიხედვით 1977 წლიდან დღემდე, ანუ ილია მეორეს პატრიარქობისას, საქართველოში 1500-დან 2000-მდე ტაძარი და მონასტერი აშენდა ან აღდგა. აშენებული და აღდგენილი ეკლესიების დიდი ნაწილი, დაახლოებით 60-70% მოდის რეგიონებსა და სოფლებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის გადაწყვეტილებას, თავად გამხდარიყო ნათლია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ის ნათლავდა მესამე და შემდეგ შვილს. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორედ რეგიონებისთვის, სადაც მოსახლეობა ბოლო წლებში კრიტიკულად მცირდება. ილია მეორე ხშირად საუბრობდა მიწაზე, შრომის აუცილებლობასა და ოჯახზე, იმ ფასეულობებზე, რაც სოფელს აცოცხლებს. მისი ქადაგებისა თუ ეპისტოლის მთავარი გზავნილები იყო: სოფელი არ უნდა დაიცალოს, ახალგაზრდები უნდა დაბრუნდნენ, მიწა უნდა დამუშავდეს და სოფლის ცხოვრება უნდა გაძლიერდეს. მისმა უწმინდესობამ კარგად იცოდა, რომ სოფელი მხოლოდ მიწა არ არის, ეს არის სულიერება, ტრადიცია და საქართველოს მომავალი. 93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს ეკლესიას 48 წელი წინამძღვრობდა და მნიშვნელოვანი ყვალი დატოვა ქვეყნის ცხოვრებაში. უნიკალური სცენარებია. ზოგი აი ეს ორი სცენარი, ეს პატარები გერმანიიდან ჩამოტანილია. ეს იაპონიიდან 47 წლისა. აი ეს შუაში. ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებას. ღმერთმა ადამიანი დააყენა სამყაროს მცველად. ეს ილია მეორის ნაქადაგების სიტყვებია, რომელიც ალბათ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენი პატრიარქისთვის ბაღი უბრალოდ ლამაზი სივრცე არასოდეს ყოფილა. ხშირად ყველაზე დიდი სიმშვიდე იქ იბადება, სადაც ბუნება და ადამიანი ერთმანეთს ხვდებიან. ეს იყო ადგილი, სადაც განმარტოვდებოდა და ჩუმად ფიქრობდა, სულ სასვენებდა.
თბილისში, საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სამების ტაძრის სიახლოვეს, არის მისი წალკოტი, ბაღი, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა. ნელა, სიყვარულით, ზრუნვით. ამბობენ, რომ პატრიარქი ხშირად გადიოდა აქ. აკვირდებოდა თითოეულ მცენარეს, ყვავილს, ხეს, როგორ იზრდებოდა, როგორ ყვავოდა, როგორ ცოცხლობდა. ჩვენი პატრიარქისთვის ბუნება მხოლოდ გარემო არასდროს ყოფილა. ქადაგებებში ხშირად გვახსენებდა, რომ ბუნება ღვთის შექმნილი სამგაროა, რომელიც ადამიანს ჩაბარდა მოსავლელად, დასაცავად, გასაფრთხილებლად. არც ხის დარგვა ყოფილა მისთვის უბრალო საქმე. ეს ჩვენი პატრიარქისთვის იყო სიცოცხლის გაგრძელება და ერთი თაობისგან მეორისთვის დატოვებული სიკეთე. ილია მეორე გვასწავლის, რომ როცა ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს, მისი სულიც მშვიდდება. და ალბათ სწორედ ამიტომ, მისი წალკოტი დღესაც უფრო მეტია, ვიდრე ბაღი. და იქნებ, რამდენჯერაც მომავალი თაობები ამ ბაღში გაივლიან, რომელიმე ხესთან, რომელიმე ყვავილთან, სახალხო პატრიარქსაც წააწყდნენ. უბრალოდ, დაინახავს მხოლოდ ის, ვისაც რწმენა აქვს და ვინც მასთან ახლოსაა. ეს შვეიცარია, 2025 წლის მაისი. მეწყრის რისკი ადრეული შეტყობინების სისტემამ დაადგინა, რის გამოც სოფელი ბრინეცი სრულად დაცალეს. სოფლიდან გაიყვანეს მოსახლეობა, გაიტანეს ქონება, გამორეკეს ცხოველები და ფრინველები. რთული რელიეფის გამო ევაკუაციისთვის ზოგ შემთხვევებში გამოიყენეს ვერტმფრენებიც. ეს კი საქართველოა, 2026 წლის მარტი. ტყიბული სოფელი კურსები. მოსახლეობის ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც მეწყერი გააქტიურდა. რომიტყვიან ხალხმა მეწყერს ერთი ნაბიჯით გამოასწრო. მოქალაქეებმა საკუთარი ქონებიდან ვერაფრის გადარჩენა შეძლეს. თავადაც შემთხვევით გადარჩნენ, უბრალოდ გაუმართლად. სტიქის ზონაში დარჩა შინაური ცხოველები, ფრინველები, დატოვეს ავტომობილები. ადგილობრივების მთელი ქონება მიწამ დაფარა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა სტიქიებისთვის მზად საერთოდ არ არის. არადა, საქართველოს მასშტაბით მეწყრის ჩამოშლის რისკის ზონაში 120 თემია. როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გვეუბნება, რისკის ზონაში მცხოვრებმა ადამიანებმა ამ საფრთხის შესახებ არც კი იციან და მათი ინფორმირება აუცილებელია. ტყიბული სოფელი კურსები, სადაც მეწყერი 12 მარტს ჩამოწვა, ქვეყანაში არსებული მაღალი რისკის ზონებიდან მხოლოდ ერთ-ერთია. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მონაცემებით, იმერეთის რეგიონში ყველაზე გავრცელებული საშიში გეოლოგიური პროცესი სწორედ მეწყერია. სააგენტო სოფელ კურსებში მეწყერის მაღალი რისკის შესახებ პროგნოზს ჯერ კიდევ 2022 წლიდან აკეთებდა. უწყებაში აცხადებენ, რომ რისკები შეფასებული იყო და შესაბამისი ინფორმაცია საჯაროდაც იყო ხელმისაწვდომი. ამ ფონზე კითხვები ჩნდება ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაზე. შეიძლებოდა თუ არა ამ საფრთხის ნაწილი თავიდან ნაცილებულიყო, როცა რისკი წლების წინ იყო ცნობილი. ბიულეტენი როგორც საჯაროა და დადებულია საიტზე, ისევე ეგზავნება ყველა, შესაბამის, რა თქმა უნდა, უწყებასაც, ვისთანაც ბმაშია ეს თემები. ამიტომ რა გავაკეთეთ? აი, ცალსახად ჩვენი თემა არ არის, ნახე, იმიტომ რომ მანდ უკვე მოქმედებები სხვა შესაბამის მუნიციპალიტეტები იქნება ეს თუ სხვა სამსახურები, უფრო მათთან აი, ალბათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და დარეკ. პირველ რიგში ალბათ მუნიციპალიტეტს უნდა კითხო აი ამ ჩვენ შედეგების შესაბამისად, თუ რამე გაკეთდა ან რამე აქტივობას თუ ქონდა ადგილი. ბიულეტენში ჯერ კიდევ 2022 წლიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოს მაღალი რისკის ზონად აქვს შეფასებული მთელი ეს სოფლები, მათ შორის ახლა ეს კურსებიც და აი რა გაკეთდა ამაზე ეს მაშინ ოფიციალურ წერილში კიდევ გამოაგზავნოთ. 13 მარტს ტყიბულის მერიას ოფიციალური წერილით მიუმართეთ და მოვთხოვეთ მოემზადებინათ საჯარო ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე. გვაინტერესებდა რა ღონისძიებები განხორციელდა ბოლო წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში მეწყერსაშიშ ზონებში რისკების შემცირებისა და რისკებზე რეაგირების მიმართულებით.
იმ პირობებში, როცა გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყრის მაღალ რისკზე ჯერ კიდევ 2022 წლიდან მიუთითებდა. ბიულეტენში ისიც არის მითითებული, რომ იმერეთის რეგიონში მეწყერი საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს, გზებს და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. გვაინტერესებდა დეტალური ინფორმაცია, რა გაკეთდა მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან დღემდე, კონკრეტულად სად ჩატარდა რამე ტიპის ღონისძიება და რა ფინანსური რესურსით განხორციელდა თითოეული აქტივობა. 18 მარტს ტყებულის მერმა მოგწერა, რომ მუნიციპალიტეტში მოქალაქეების მიერ შემოსული განცხადების საფუძველზე ხორციელდება მათი საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობის სიღრმისეული შესწავლა. ბოლო 3 წლის განმავლობაში გეოლოგების მიერ რეკომენდაციები გაცემულია 297 მოქალაქეზე, მათგან 57 მოქალაქე უზრუნველყოფილია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მოქმედი სტიქიის ან და შენობა ნაგებობების ხანდაზმულობის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა შესაბამისი ფინანსური დახმარება. სპეციალისტები ამბობენ, რომ რისკებზე რეაგირება და მზადყოფნა მუნიციპალიტეტს ევალება მოქალაქის მიმართვის მიუხედავადაც. გარდა ამისა, რისკებზე რეაგირება და მზადყოფნა მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ესეც რომ არა, რაც გააკეთეს, იმაზეც ვერ ან არ გვაძლევენ სრულყოფილ ინფორმაციას. მაგალითად, დავით კუბლაშვილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიუხედავად არ გვიზუსტებს, რა თანხა დაიხარჯა ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფაზე. ეს თანხა გამოიღო მუნიციპალური ბიუჯეტიდან თუ დევნილთა და განსახლების ან სხვა უწყებიდან. ასევე არ გვიკონკრეტებენ, რას ნიშნავს უზრუნველყოფილი, დროებით სარგებლობაში მიცემას თუ საკუთრებაში გადაცემას. გვაინტერესებდა ასევე კონკრეტული სოფლები, სადაც ეს მოხდა. ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. როგორც სამთო ინჟინერი კახა კიკნაძე გვეხსნის, ყველა მერია, რომლის შემადგენლობაშიც არის მთაგორიანი სოფლები, უნდა ახდენდეს მონიტორინგს ამ სოფლებში და ასევე წელიწადში 2-ჯერ ამოწმებდეს გეოლოგიურ რუკებს. თუ რა პროცესები ვითარდება იქ. როგორც ჩანს, ტყებულში არც ეს ხდება. რომ ხდებოდეს, მერი ამას არ დაგვიმალავდა. რაც შეეხება მეორე პუნქტს, ტყებულის მერიას ვკითხეთ, რას გეგმავს მუნიციპალიტეტი მომავალში სოფელ კურსებთან დაკავშირებით. ვთხოვეთ ჩამოეწერათ კონკრეტული ღონისძიებები და ის უწყებები, რომლებთან კოორდინაციაც განიხილება ამ გეგმის გასახორციელებლად. ვიკითხეთ, რა წყაროებიდან იგეგმება საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებაც. დავით კუბლაშვილმა გვიპასუხა შემდეგი. ამჟამად სოფელ კურსებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები და შესაბამისად გასატარებელი ღონისძიებების გეგმა განისაზღვრება გეოლოგიური დასკვნის მომზადების შემდეგო. არადა ეს რესურსები და ღონისძიებები აქამდე უნდა ყოფილიყო დაგეგმილი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პოსტფაქტუმ ამაზე არ უნდა მუშაობდნენ. ახლა შესაძლოა მხოლოდ ახალი რეალობის გეოლოგიური შესწავლა ხდებოდეს. სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტს მზად უნდა ჰქონდეს. მაგალითად, მეწყრის არ ჩამოწოლის შემთხვევაში ვაკეთებთ ამას, ამ რესურსით, ამ დროს, ამ და ამ ადგილებში. მეწყრის ჩამოწოლის შემთხვევაში პირობითად გეგმა B-ს მივმართავთ. გეგმა B ბუნებრივია გაწერილი უნდა იყოს. კურსებში ჩამოწოლილი მეწყრით შეშინებულმა მოსახლეობამ მეზობელი სოფლებიდან მოგწერეს და გთხოვეს დავხმარებოდით. გაერკვიათ, რას უპირებენ მათ, სადაც თვალხილულია ნაპრალები მიწაზე, ბზარების სახლის კედლებზე. მოგწერეს ძუყნურიდან, ბუეთიდან, მოგვიანებით ჯვარისადანაც. ყებულის მერიას ვკითხეთ, რა იგეგმება სხვა მაღალი რისკის სოფლებთან დაკავშირებით. გვაინტერესებდა კონკრეტული ღონისძიებები. სხვათა შორის, ეს სოფლები კურსებთან ერთად წითლად გახლავთ მონიშნული გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენშიც. დავით კუბლაშვილმა მხოლოდ 2 წინადადება მოგწერა. დაჩქარებული წესით მოწვეული გეოლოგიური ჯგუფის მიერ რიგ მოქალაქეებზე გაცემულია რეკომენდაციები მათი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ. შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაცია გადაეგზავნა ტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. როგორც ხედავთ, ჩვენი კონკრეტული კითხვების მიუხედავად, პასუხები არის ძალზე ზოგადი და ახალს არაფერს ეუბნება მოქალაქეებს. ადამიანებს, რომლებიც საფრთხეს ყოველ წუთს ელიან. იწყო ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა გადავიდეს ეს ხალხი ქირით. სახელმწიფომ გითხრა, რომ 1000 ლარის ფარგლებში ქირა დაფინანსდება. 1000 ლარი ოღონდ ყველას 1000 ლარი არ შეხვდება, ანუ ეს გააჩნია რაოდენობას ადამიანებისას აი ამ ოჯახებში. მაგალითად, ვიღაცას შეიძლება 500 ლარი შეხვდეს და ვიღაცას შეიძლება შეხვდეს 1000 ლარი, რა ვერ გაიგებ. ანუ რაც უფრო მეტია ოჯახის წევრი და რაც უფრო მეტია ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, მით უფრო მეტი ხდება კვადრატულობაზე რაღაც გათვლილი რა, თითოს მგონი 20 კვადრატი ხდება და მერე ზემოდან
1000 ლარის ფარგლებში დაითვლება ქირა. გვითხრეს რომ თვითონაც ეძებენ ამ სახლებს და ჩვენც თუ მოვძებნიდით, კარგი იქნებოდა და ჩვენც დავიწყეთ ძებნა და ნახე გუშინ ერთი სახლი დედაჩემისთვის და ეხლა ვარ უკვე საბუთების მოგვარების პროცესში. ეგ არის. ამის შემდეგ გვეუბნებიან, რომ დაითვლება ზარალი ინდივიდუალურად და შესაბამისად მოხდება ანაზღაურების გაცემა. თუმცა ხო გეუბნებით, ჯერ არც დასკვნა მინახავს და არაფერი, ანუ ამ მუშაობენ, ამბობენ, გვეუბნებიან, რომ მუშაობენ ეს ადამიანები გეოლოგები და დასკვნა შესაბამისი დაიდება. ესაა მშრალი ინფორმაცია, რაც მაქვს. ამის იქით მეც აბსოლუტურად გაუგებრად ვარ, მეც არაფერი არ ვიცი და მეც ველოდები რა სიტყვიან გეოლოგები და რა დასკვნას დადებენ ამ მეწყერთან დაკავშირებით. ცხოველებს რაც შეეხება. ცხოველები იქ არიან, ადამიანებს ყავდათ საქონელიც და შინაური რაც სხვა ცხოველებიც და იქ არიან. ანუ შორიდან რაც შეგვიძლია მაგას ვაკეთებთ. რამდენიმე გამოვიდა კიდეც თავისით, რამდენიმეს ეძახდნენ და ისე გამოიყვანეს და რაღაცა ძაღლები, კატები და გოჭები და ძროხები ნაწილი გამოვიდა, თუმცა უმეტესობა რა თქმა უნდა ისევ იქ არის და ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ მათ დასახმარებლად, იმიტომ რომ იქ არ გვიშვებენ. უამრავი წვრილმანი პრობლემა და უამრავი წვრილმანი საფიქრია და მაგაზე დავბივართ და ესე რაღაცა ვცდილობთ რომ წვრილმანი მოვაგვაროთ, დოკუმენტები მოვაგროვოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც სამთო ინჟინერი კახა კიკნაძე გვეუბნება, საქართველოს მაღალმთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება დააჩქარა ადამიანის გარემოში უხეშმა ჩარევამ. მისი მტკიცებით ფაქტები აჩვენებს, რომ კომპანიები გარემოს დაცვითი ნორმების დარღვევით მუშაობენ. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავს და შედეგად ვკარგავთ სოფლებს. უბრალოდ ამის აღიარება როდათ არ არის სახელმწიფოსთვის პრობლემა, ნამდვილად ამ ხალხის არც კომპენსაციის გადახდა, ეხლა ვერკზე და ხემაღალზე რომ დავითვალე, 9 მილიონი რო გადაუხადო ერთ ადამიანს, სულ გამოდის სადღაც 60 მილიონი, ესა რა ქვია, ლარი. და ეხლა მაგის გადახდა არავისთვის პრობლემა არ არის, ხო თუნდაც ის ვინც ანგრევს იმას და ვინც კარიერი იქნება, როგორც მე მაგ ინფორმაცია კურსების მხარეს თუ ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, აი ამ კომპანიას რო დაავალოთ, აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს მაგათთვის მაგის გადახდა, ხო? ეგ პრობლემა არ არის, ჩინოვნიკებს აგერ უჯრაში უპოვეს მაგდენი ფული. მაშინ დაზარალებულად უნდა აღიარონ და დაზარალებულად თუ აღიარებენ, მაშინ პასუხისმგებლობა ხდება იმ კომპანიის, მოკლედ დანაშაული უნდა აღიარონ. მთიან რეგიონებში, მით უმეტეს დასავლეთ საქართველოში, ლიხის ქედის დასავლეთით, ყველა მთიანი რეგიონი არის ასე თუ ისე მოწყვლადი ქანები. ყველგან სეისმურად აქტიურია, ყველგან მეწყერია გააქტიურებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არის სოფლები, სადაც ხელოვნური ჩარევა, სადმე ახლო-მახლო არ მომხდარა, წლობით 100 წელი და 200 წელი დგას და იქ ეხლა მაცხოვრებლები, რომლებიც 90 წელს მიტანებული ხალხია, ვერ გვეტყვიან და ვერ დაადასტურებენ, რომ სადმე ესე მოწყდა მასობრივად რამე და წამოვიდა. ესე დამარხვა სოფლების თითქმის ყველგან ხდება ხელოვნური ჩარევის შემდეგ. ეს ხელოვნური ჩარევა არ ხდება ჩუმად, ეხლა როგორ შეიძლება აფეთქებები ისე ჩაატარო, რომ ვერან გრძნობს ხალხი რყევას, ხო? ელემენტარული მიწისძვრა რატომ არის საშიში, ის პირველივე ბიძგებზე არაფერს ისეთს არ ახდენს, თუ რამე ისეთ ძალიან ძლიერი მიწისძვრა არ არის, ხო? და დღეში 5-ჯერ, 6-ჯერ გრძნობენ 5-6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას წარმოიდგინეთ 1 წლის განმავლობაში. და ამაზე ხმას ვერ იღებენ, არ იღებენ. ეხლა კურსები, ხემაღალი, ღვერკი დაინგრა, იმას აღარაფერი აღარ ეშველება. კომპენსაციას რაც შეეხება, ვაძლევთ კომპენსაცია შეიძლება რაღაც ღმერთმა ყველა დაიფაროს და ცეცხლმა დაუწვას სახლი ადამიანს, რაღაცა ქარმა დაუნგრიოს და რაღაც კომპენსაციის სახით შეიძლება იმ სახლის აღდგენა, თუნდაც სულ განადგურებული ელემენტარული მიწა მაინც რჩება და საფუძველი რჩება სახლის და რაღაც კედლები შეიძლება დარჩეს და იმაზე დააშენო და ეხლა ვერკში, ხემაღალში და კურსებში ელემენტარული თავის ეზო აღარ დარჩა ხალხს, ხო? მიცვალებულიც არ რჩება. იგივე სიტუაცია იქნებოდა, რახან ერთმა და ორმა ადამიანმა თქვა, რომ რაღაცას გრძნობდნენ, აფეთქება, საკმარისია ის, მეტი არ არის იქ საჭირო, რომ რაღაც დაიძრას, რაღაც თუნდაც აფეთქებები არ იყოს, ბევრ სოფელში მინახია, რომ ძირი აქვს გამოთხრილი, თქვათ რაღაცას. გავიგე, პროექტები უნდა გაკეთდეს, პროექტები კეთდება არ ყოფილა ეს ჩვენი ბუნება და ესეთი თქვათ 500 წლის წინ, ხო, რაღაც შეიცვალა, ბუნებაც იცვლება, მაგრამ
არა ისე რომ როდესაც შეიძლება გვირაბები გაიყვანო და 21 საუკუნეში არსებობს გვირაბის გამჭრელი მანქანა, რატომ უნდა გააკეთო აფეთქებით, მაგრამ აფეთქებაში დიდი ფული იშოვება. ეკოლოგი ლევან ზაზაძე მუნიციპალიტეტებში გეოლოგიური სამსახურების არარსებობასა და სპეციალისტების დეფიციტზე მიუთითებს. ყურადღებას ამახვილებს ბიზნესის მაღალ კომერციულ მადასა და დაბალ სოციალურ თუ გარემოს დაცვით პასუხისმგებლობაზე. სახელმწიფო კონტროლის სისუსტესა თუ პოლიტიკური ნების არქონაზე. როგორც კომპანია არის უპასუხისმგებლო გარემოსთან და იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ცხოვრობენ იმ გარემოში, სადაც ეს პროცესები მიდის, ასევე სახელმწიფოს ორგანოები რაღაცებს უბრალოდ არ აკონტროლებენ ისე, როგორც უნდა კონტროლდებოდეს. კურსების შემთხვევაშიც, გარემოს ეოლოგიის აგენტურის გეოლოგიური ბიულეტენი რომ ნახოთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში არაერთი ზონას წერტილს ვნახავთ, სადაც არის მონიშნული არეალები, რომ აქ არის გეოლოგიური პროცესები, სხვადასხვა მასშტაბის. ზოგი შეიძლება ძალიან მცირე მასშტაბის იყოს და პრობლემას არ წარმოადგენდეს, მაგრამ გარემოს ეოლოგიის აგენტო ყოველწლიურად ამას იკვლევს, მონიტორინგს ატარებს, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის მიმართვიანობის მიხედვით გადის ობიექტზე, შეისწავლის, ანგარიში წერს და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს. თუმცა მე როგორ ხდება ამისი მონიტორინგი და ამას რამდენი მე მითხრეს პირდაპირ. ხო, აი ზუსტად მან მივდივართ, ანუ ეს ფურცელზე იწერება რაღაცეები, შეიძლება რეკომენდაციებს დაიწეროს, მაგრამ მე უკვე მუნიციპალიტეტი რომელმაც გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გარკვეულ პროცესებზე და პასუხისმგებელია თავისი მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტზე, უკვე აღარაფერს არ აკეთებს. მეორე საკითხიც არის, რომ მუნიციპალიტეტებში რომ მიხვიდე ახლა მუნიციპალიტეტში და გაინტერესებდეს ეს საკითხი, ხო, სპეციალისტს ვერ ნახავთ, რომელიც თვითონ მუნიციპალიტეტში პასუხს გაგცემთ, რომ მაგალითად სოფელ კურსებში რატო განვითარდა ეს პროცესები, რა პროცესები მიმდინარეობს და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს უკვე განვითარებული პროცესების შემდეგ. ამათ უნდა მოიძიონ ვიღაც, უნდა დაიქირავონ სპეციალისტი, ან გარემოს ეოლოგიის აგენტოდან უნდა მოვიდეს ვინმე და უნდა გაქცეთ პასუხი, მაგრამ თვითონ მუნიციპალიტეტებში არის ძალიან დიდი დეფიციტი იმ სპეციალისტების, რომლებიც პირდაპირ გაგცემენ, ასე ვთქვათ, პასუხს. ესე არის ამ შემთხვევაში ტყიბული არ არის მხოლოდ ერთადერთი მუნიციპალიტეტი, ყველა მუნიციპალიტეტი ესე არის, რომ სპეციალისტები არ არიან სათანადო, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციის, ან საერთოდ არ აყავთ სპეციალისტები. თავარი არის, რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სანამ საგანგებო სიტუაციების რეაგირების გეგმას შემუშავდება, უნდა გქონდეს ზუსტად ეს რომ საქართველოს მასშტაბით უნდა ვიცოდეთ, სად არის მაღალი რისკის ზონები, სხვადასხვა სტიქიური პროცესების მიმართ და სად არის მოწყვლადი ტერიტორიები, ეს შეიძლება იყოს რომელიმე მდინარის ხეობა, იყოს რომელიმე დასახლებული პუნქტი, იყოს რომელიმე მყინვარი, ეს კარგად რო აღიწერება, ამას უნდა გქონდეს შესაბამისი მონიტორინგი, ეს მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს მუდმივად და უნდა იყოს სამოქმედო გეგმა, საგანგებო სიტუაციების რეაგირების გეგმა, სადაც იქნება პასუხისმგებლობები გაწერილი ზედმიწევნით ზუსტად, რომ იცოდეს თითოეულმა ადამიანმა, რომ რას აკეთებს კონკრეტული სტიქიური პროცესის განვითარების შემთხვევაში. საქართველოში ესეთი მაგალითი გვაქვს, ჩვენ დევდორაკის მყინვარზე წლების წინ განვითარდა ესეთი პროცესები და იქ სერიოზული, ასე ვთქვათ, ზარალიც მივიღეთ და ამ ეტაპზე დევდორაკის მყინვარზე მონიტორინგის სისტემა არსებობს. მაღალტექნოლოგიური ადრეული შეტყობინების სისტემები, სენსორები, მონიტორინგის ქსელები და პროგნოზირების მოდელები, რომლებიც საფრთხეს საათებით და დღეებით ადრე აფიქსირებენ, ძვირია, თუმცა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა. საქართველოში, სადაც მეწყერი და სტიქიური პროცესები ყოველწლიურად გვემუქრება, მსგავსი ტექნოლოგიები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამონტაჟდეს ყველა სარისკო ზონაში. როგორც სპეციალისტები გვიხსნიან, ამ ძვირადღირებული ტექნოლოგიით ქვეყნის აღჭურვა დასავლელ პარტნიორებს საკუთარ თავზე ჰქონდათ აღებული, თუმცა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დონაციები შეწყდა, ეს პროცესიც შეჩერდა. არსებობს სოფლები, სადაც 10 წელი აქვს უკვე დრო, რომ აუცილებლად სოფელი გასული უნდა. კი, გეტყვით მაგასაც. უბრალოდ, ეხლა რა ხდება, მოდი ამას ჩამითვლით რაღაც პოლიტიკური, რატომ არ გვინდა ჩვენ ევროპული კანონები, რატომ არ გვინდა
არც ერთ სახელისუფლებო შტოში მყოფ ადამიანს თავის შვილი არ ყავს რუსეთში გაგზავნილი. ყველას ყავს ევროპაში. ყველას უნდა ევროპა. გულის სიღრმეში არა, ყველას უნდა, ყველა დარწმუნებულია, რომ თავის შვილისთვის აქაც ევროპა უნდა. ოღონდ დღეს რახან ფული იშოვება, შავი ფული ამ დამოუკიდებელი სასამართლოს არ ქონის შემთხვევაში, როდესაც იმ ადამიანს შეუძლია მივიდეს და იმ ჩინოვნიკს, ვინც ეს დაარბია და დაანგრია და აფეთქა რაღაც მოთხოვოს პასუხი, ამიტომ უნდათ ესეთი ცხოვრება როგორც ვართ. ამიტომ გადაავეს, კი, ფულს იშოვნიან ამ თავის შვილებს, იციან რომ ევროპა ბოლოს არ გაწირავთ, ის კანონები აქ ისევ შემოვა, ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრიც, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება, ოღონდ ეხლა 10 წელი და 15 წელი ამ ჩინოვნიკს ურჩევნია პენსიაზე გავიდეს, ოღონდ დიდი ფული იშოვოს, მერე იმ თავის შვილს ევროპიდან ჩამოიყვანს, ეს ევროპიდან ჩამოსული შვილი ისევ დაალაგებს ევროპელებთან საქმეს, აქ თანამდებობაზე დაჯდება, შეიძლება კარგი ქვეყანაც ააშენოს, ოღონდ იქნება ძალიან დიდი ფული, ექნება ნაშოვნი, ექნება ვილები, ექნება სასახლეები, ყველაფერი და ჩვენი შვილები, რომელიც წვალებით დღეს აქ სწავლობენ, რომ მართლა სწავლობენ, მართლა შრომობენ, იქნებიან ისევ იმათი, როგორც გითხრათ, ეხა საშუალო რგოლი ალბათ და აი ამისთვის არის ეს ყველაფერი, ამიტომ არ გვინდა. სპეციალისტების თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც შეიძლება ფული მოიძებნოს წინასწარი შეტყობინების სისტემის დასანერგად, თუ ამის ნება და პრიორიტეტი იარსებებს. ჩვენ ხომ ისეთი ქვეყანა ვართ, სადაც მილიონები იხარჯება ჩინოვნიკების ავტოპარკებზე, საწვავზე და მივლინებებზე. ჩვენ ცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც კორუფციის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ზოგჯერ ერთ ოთახში აღმოჩენილი სიმდიდრე, ოქროს ზოდები, ძვირფასი ნივთები და მილიონობით ნაღდი ფული საკმარისი იქნებოდა არაერთი სოფლის დასაცავად. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ფულის არქონაში კი არა, იმაშია, თუ როგორ და სად იხარჯება ეს ფული. ხომ მეთანხმებით, რომ ხალხის ფული ხალხსო უნდა ხმარდებოდეს. სიცოცხლის დასაცავად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მომავლის გადასარჩენად. მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა 6,5 მილიონი ლარით 34,000 ლარამდე გაზარდა, ხოლო მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 17-მდე. 2026 წლის 12 მარტით დათარიღებული ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 523 განკარგულებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელი სტიქის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ეს ფინანსური რესურსი. ახალი განკარგულების მიხედვით 34 მილიონ ლარამდე, უფრო კონკრეტულად 33,900,000 ლარი 17 მუნიციპალიტეტზე ნაწილდება. ყველაზე მეტ თანხას ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი იღებს. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.